გვიგდებს ფოტოს რომ ნახეო დედა თქვენს როგორ გავსო ან მამიდაჭა. ნუ შევხედეთ გავს. ანუ ეს ფოტო დევს ჩვენ ჯგუფში, ვეძებ და მარიკა ეძებს ბიოლოგიურ ოჯახს, ხო? და იმდენად გავდა დედას, რომ სანათლისაოს ეჭვი გაუჩნდა, რომ ეს სისხლ არ არის. ნინოს გაუჩნდა ეს ეჭვი, რომ ეს სისხლ არ არის, იმიტომ რომ მე რომ მარიკას ველაპარაკები, გინდაც ესე პირისპირ კომპიუტერში მგონია რომ დაპატარებული დედა ჩემი მელაპარაკება რა. იმდენად გავს მანერები, მიმიკა, ხელის აი ყველაფერი. მოკლედ ამ სურათით დედას მიამსგავსა ნინომ და ჩაგვიგდო ეს სურათი. ამაზე მე მსჯელობა მარიკასთან დაგვაკონტაქტა, ვილაპარაკეთ, სად გაჩნდი, სად დაიბადე, სად გაიზარდე. ჩვენ ნახალუკაში ვცხოვრობდით, მარიკაც ნახალუკაში გაუშვილებიათ და იმ სახლების ამბავი მოყევი. ხო, ორი სახლი გვაქვს მოკლედ ნახალუკაში. და ერთი სახლი და მეორე სახლის შუა გეოგრაფიულად რო ახსნა, შუაში გაიზარდა მარიკა რა და 90-იან წლებში ყველაფერი დადიოდა. და მათ შორისაც აი ძალიან ემოციურია ჩემს ეგრო ალბათ დედა რამდენჯერ აცდა ჩაცდა. შენც ხო შეესაძლებელი იყო რომ გადაკვეთილიყავით. აბსოლუტურად მაგაზეც გვილაპარაკია რომ აი ხო შეიძლება უბრალოდ სხვადასხვა სკოლაში ვსწავლობთ, მაგრამ ნუ აი მე რა ეხა უბანში ხო შეიძლებოდა რომ გადავკვეთილიყავით და არაფერი არ გვცოდნოთ.